მოგესალმებით, თქვენ უსმენთ ჩოხატაურის სათემო რადიოს თამთა ცინცაძესთან ერთად. დღეს მინდა გიამბოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სივრცეზე, რომელიც ადამიანებს ძალას, მხარდაჭერას და ახალ იმედს აძლევს. ეს არის ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი მეთამაშე. ჩვენ გადაცემაში მოვისმენთ იმ ადამიანების ასრსა და გამოცდილებას, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავენ ბენეფიციარებზე. საუბარია ცენტრის მენეჯერსა და ფსიქოლოგზე. მათგან გავიგებთ, როგორია მეთამაშეს მისია, რა გამოწვევები აქვთ და რა შედეგებს აღწევენ სამუშაო პროცესში. მოგესალმებით სოფო, დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში მობრძანებისათვის. ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი მეთამაშეს უკან დგას ადამიანები, რომელსაც ჯერ კიდევ არ იცნობ საზოგადოების ნაწილი და არ იციან, რას ემსახურება ეს ცენტრი. პირველ რიგში მინდა რომ წარმოგვიდგინოთ თქვენი თავი და შემდეგ უშუალოდ ცენტრის შესახებ დავიწყოთ საუბარი. როგორ და როდი შეიქმნა ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრი მეთამაშე? მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. მე გახლავართ სოფიო ლობჯარია, სარეაბილიტაციო ცენტრი მეთამაშეს თანადამფუძნებელი და მენეჯერი. მე მინდა რომ ეს 1-2 სიტყვით გითხრათ როგორ მოვხვდი ჩოხატაურში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა ჩემთვის. იმედია ხალხისთვისაც საინტერესო იქნება. მე მყავს შვილი შეშმოპირი, აუტისტი. თბილისში ვცხოვრობდით ჩვეულებრივად ბინაში როგორც ყველა დანარჩენი და მივხვდი რომ ძალიან უჭირს ჩემს შვილს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ სჭირდება სივრცე, გარემო, ბუნებასთან შეხება, ცხოველებთან შეხება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ყოს მიზეზი რისთვისაც გადმოვიბარგე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. მე მჯერა ისეთი რაღაცების, რომ ერთი რაღაცა გზას გაჩვენებს ყოველთვის რაღაცისკენ. და ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი იმის გზა, რომ შემექმნა ეს ყველაფერი და აქაურ ბავშვებსაც და ყველა ზოგადად შეშმოპირ ბავშვებს, როგორც ჩემს შვილს, უკეთებ, ასევე გამიკეთებინა სხვა ბავშვებისთვის. შემექმნა ეს ადგილი, სადაც იქნებოდა ის ადგილი, სადაც აი ჩემს შვილს როგორც მივიღებ და როგორც მინდა რომ ჩემი შვილი თერაპიებს გადიოდეს, რაღაცებს, რაც სჭირდება რეალურად ამ შეშმოპირს, ამ ყველაფერს იღებდეს მთელი სიყვარულით და მხარდაჭერით. ზოგადად მისია იყო ის, რომ ადამიანებს ქონოდათ შესაძლებლობა და ეს რაღაცა გაჭირვება იმისი, რომ უნდა წავიდეს სხვაგან და უნდა ვატარო სხვა რაიონში და ცხოვრობ სოფელში და მიჭირს და ვერ. ყველას არ აქვს შესაძლებლობა მიხვდით, თავის რაიონში ქონოდა ხელმისაწვდომი სერვისები. თავის რაიონში ქონოდა ხელმისაწვდომი ყველა სერვისი, რაც კი შეიძლება. ძალიან ლამაზია. ნელა მადლობა, ძალიან ბევრი ვიშრომეთ. მე და თამნამ იმისთვის, რომ ეს სივრცე შეგვექმნა. და ყოფილიყო ლამაზი, გვინდა ძალიან რომ იყოს ლამაზიც, მისაღებიც ბავშვებისთვის სახალისო ის გარემო, სადაც უხარიათ მოსვლა და თან უნარებსაც იუმჯობესებია. კი ბატონო. ვის ემსახურება ცენტრი? მოდი ამაზე რო ვისაუბროთ, რა საკეს ან რა საჭიროებების მქონე ადამიანებს? 3 წლიდან 18 წლამდე, ზოგადად არ არსებობს არაფერი 18 წლის შემდგომ, რომ ემსახურებოდეს სამწუხაროდ. სამწუხაროდ კი, ჩვენ ქვეყანაში ეგრეა. დაიქნებ ისე მოხდეს, რომ ეს ყველაფერი შევქმნათ, მაგრამ ჯერჯერობით არის ეს მოცემულობა, რომ 18 წლამდე არის ზოგადად ყველა პროგრამები ასე არსებობს. გვაქვს აბილიტაცია, რეაბილიტაციის პროგრამა, აუტიზმის პროგრამაც, გვაქვს ასევე ეხლა უნდა ჩავთოთ ადრეულის პროგრამა. ადრეულის პროგრამას ყველასაგზია მორგებული 7 წლამდეა. სენსორული ფიზიოთერაპია, აბილიტაცია, რეაბილიტაციის პროგრამაში შედის ფიზიოთერაპია და ასე შემდეგ. სენსორული არც ერთ პროგრამაში არ შედის, არათინ ასეთ არც ერთ პროგრამა სენსორულ თერაპიას. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საჭიროა შეშმოპირი ბავშვისთვის. როგორია ცენტრის ყოველდღიური საქმიანობა და პროგრამები? ყველას აქვს თავის მოვალეობა. აქ არ არის ვარ დამფუძნებელი, შენ ხარ რაღაც მუშაობ აქ, ესეთი რაღაცები ჩვენ შორის არ არსებობს, აქ ვართ ერთი ოჯახი. ყველა ზრუნავთ იმაზე, რომ ბავშვის განვითარებაზე და ბავშვის მხარდაჭერაზე და
რაღაცა სიყვარულით მივიღოთ ეს ყველაფერი. და გამოგვივიდა, იმიტომ რომ თავიდანვე ის რაღაც აი ესეთი შევქმნით ესეთი გარემო. ყველამ ერთად შევქმნით. ეს არ გავუკეთებია მარტო მე და თამუნას. მივხვდით? ანუ ყველა მიიღო მონაწილეობა ამ ყველაფერში, რაზეც არის სულ ყველგან სადაც კი მოვხვდები ყველგან უხდი მადლობას ჩვენ თანამშრომლებს, იმიტომ რომ არიან საოცრად გულისხმიერი და ძალიან კარგი პროფესიონალი გოგოები და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ბავშვები განავითარონ. მოკლედ ყველაფერი დაიწყეთ ნულიდან, შიშველი ხელებით. რამდენად აქტიური იყო საზოგადოების ან სახელმწიფოს მხარდაჭერა ამ საქმიანობის წამოწყებაში და შემდეგ განვითარების პროცესში. მინდა გეხმარათ იმისთვის, რომ შეგექმნათ ესეთი კარგი სივრცე, რომელიც ემსახურება ჩვენს რაიონს და ბავშვებს აძლევს მომავლის იმედს. ამონა დაგვაკავშირა ელინა ბაქრაძემ. ეს დაკავშირება მოხდა იმ მიზნით, რომ მე ვერ პოულობდი სად მიმეყვანა ბავშვი, ანუ სად მეტარებინა აბილიტაციის პროგრამით, ანუ კიდე სხვა პროგრამით. და შესაბამისად დამაკავშირეთ ამასთან. ვიზიც მითხრა, რომ არის ძალიან კარგი გოგო თბილისიდან ჩამოსული, ცენტრი აქვს გახსნილი და ისა. მოკლედ ვატარე ჩემი შვილი თამუნასთან და მაქედან დაიწყო ყველაფერი. ანუ თამუნას ცენტრი სად ქონდა? ურეკში ქონდა ცენტრი, სადაც აუტიზმის პროგრამით და ასე შემდეგ. ანუ ჩოხატაურიდან იმისთვის რომ აქ არ იყო არაფერი და გავდათ ურეკში ბავშვი. კი, ზუსტად. დამყავდა ურეკში ხო და ანუ შესაბამისად იყო ძალიან რთული და ამაზე დავიწყეთ ლაპარაკი. შემოგთავაზა მე ირინა ბაქრაძემ, რომ ხომ არ გინდათო რომ გააკეთოთ. მათ მიიღეს მთლიანად მონაწილეობა იმაში, რომ ჩვენ გაგვიკეთებინა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რომ გულიანი ადამიანები ვართ და ანუ გვეხერხება და ვიზავთ ამ ყველაფერს იმისთვის, რომ ბავშვები კარგად იყვნენ, იმიტომ რომ პირველ რიგში მშობელი ვარ, პირველ რიგში თამუნა არის ძმა ყავს შემოპირი და შესაბამისად ანუ გული შეგვტკივა ამ ყველაფერს. ანუ გამოცდილი ეს რას ნიშნავს და მაქედან გამომდინარე უფრო სენსორულად იღებს სხვების გამოიმასას ზუსტად გასაჭირს. ხოდი შესაბამისად დავიწყეთ ესე ირინას და ნათიას მეშვეობით ქალების ორგანიზაციის დახმარებით და მხარდაჭერით. ეგენი იყვნენ პირველი ჩვენი დახმარება, რაც კი მივიღეთ ამ ჩოხატაურში და მოგცეს რაც სივრცე, ანუ აი ყველაფერში შევიწყეს ხელი. შესაბამისად მე უკვე ჩაერთო მერიაც, სადაც აუტიზმის პროგრამით უნდა დაეფინანსებინა ბავშვი. შემდგომ უკვე სივრცე გადმოგცეს გავფართოვდით იმისთვის, რომ მივხვდით, რომ სენსორული თერაპია არ არის, ფიზიოთერაპია ქონდა, მასე შემოგვინდოდა რაღაცების დამატება კიდე ზემოდან, რაც საჭირო იყო ბავშვებისთვის და გულის მასშტაბით საერთოდ არ არის სენსორული თერაპია. არსად. ჩვენ ვართ პირველები, ვინც შევქმნით და ერთ თვეში უკვე დავიწყებთ მუშაობას შესაბამისად. და იმის თქვა მინდა რომ მერიამ ფართი გადმოგცა, გაგვირემონტა ეს ფართი ყველაფერი და შემდგომ უკვე ინვენტარის ამბავზე მივედით, ამბავამდე მივედით და ჩაერთო უკვე ამერიკული ფონდი. ესენი არიან უკანასკნელ დღეთა და წმინდათა იესო ქრისტეს ეკლესიის ფონდი, რომელიც მხარს უჭერს სოფლიოს მასშტაბით საერთოდ ყველას და ამჟამინდელი წარმომადგენლები მათ იყვნენ შირლი და ალისონ ტომლისონები, რომლებიც ესე კარდა დიოდნენ და ესე ყველას ეხმარებოდა. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ცენტრი, ვისაც დაეხმარნენ ისინი, ანუ ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთეს. დასეტყოდით ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ გაუჭირდა მსგავსი დაწესებულების მნიშვნელობის დანახვა. ჩვენ სანამ დავიწყებდით ეს მნიშვნელობა ყველაფერი კი გავაგებინეთ ხალხს, იმიტომ რომ ჩვენ ჯერ დავიწყეთ სუთავი პირდაპირ არ გავიხსნია ესეთი. ჯერ დავიწყეთ ჯგუფური თერაპიების მეშვეობით, ბაღები მოვიარეთ ყველა ბაღი აბსოლუტურად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც თამუნამ ჯგუფური აქტივობების აღმოჩენა გააკეთა, რამხელა საჭიროება შეიძლება იყოს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. ამ ყველა ინფორმაციას ვაწვდიდით ყველას, რომ ამის აღმოფხვა შეიძლება ესე. და ნუ ძალიან ბევრი ტრეინინგები ტარდება, ჯერ ერთი ქალების ორგანიზაცია ამაში მონაწილეობას ღებულობს, ფსიქოლოგი ჩამოყავს თბილისიდან ნინო კერესელიძე და ატარებს ჯგუფურ თერაპიებს, სადაც მესწრებულობ მონაწილეობას, იმიტომ რომ
მეც ჩვეულებრივი მშობელი ვარ, როგორც ყველა დანარჩენი. ხო და ამიტომ მე ვსვებულობ მონაწილეობას და მშობლები ვერთვებით და ძალიან ბევრი რამე საკეთებენ. ანუ ეს არის ცნობიერი სამაღლება, ეს არის იმის მიღება, რომ ხარში შემოპირის დედა ძალიან რთულია თავიდან, ხვდით, ეს არ ხდება. ყველა მშობელს გვჭირდება დახმარება იმისთვის, რომ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრებაც და ქცევებიც და ყველაფერი როგორ გავაგრძელოთ ბავშვთან მიმართებაში. რა მაინტერესებს სოფო? როგორ უნდა მოხდეს ბავშვები თქვენთან? როგორ უნდა მოიყვანოს მშობელმა და როგორ ხდება ფინანსების ამბავი? აქ ძალიან საინტერესოა ალბათ ყველასთვის. კი ბატონო. იმიტომ რომ ყველაფერი საბოლოო ჯამში ფინანსებთანაა დაკავშირებული, მით უმეტეს ამხელა სერვისის მიღება, რასაც თქვენ აწუდით თქვენს ბენეფიციარებს. კი ბატონო. არის ესე იგი თუ ბავშვი არის უკვე სტატუსიანი შეშმობირის სტატუსით, მაშინ შესაბამისად მოდის. ჩვენ აქ ულაგებთ საბუთებს ვეუბნებით რა, როგორ რანაირად უნდა გქონდეს სტატუსიან ბავშვს, ლაპარაკი კიდევ ერთხელ ვიტყვი. აბილიტაცია რეაბილიტაციის პროგრამაში შეუძლია თავისუფლად ჩაერთოს, რომელიც ჯანდაცვა დააფინანსებს და შესაბამისად ივლის ჩვენთან ცენტრში და ჩვენ ანუ ფსიქოლოგის თაბუნას მეშვეობით გადაწყდება რა სჭირდება უფრო მეტად, რა სჭირდება ნაკლებად და შესაბამისად მიიღებს თერაპიებს. რაც შეეხება უსტატუსო ბავშვს, თუ სტატუსი არ აქვს შეშმობირის და აქვს მაგალითად ადოსი მარტო. ეს ბავშვები ფინანსდებიან მერიის მხრიდან. აუტიზმის პროგრამაში შეუძლიათ ჩაერთონ. მოდიან ადოსის საბუთით, ანუ ადოსი არის აუტიზმის შეფასება რეალურად და ანუ აქვს თუ არა აუტიზმი, მაგის დასტური. მოკლედ აუტიზმი თუ არის, ესე იგი შესაბამისი თერაპიები სჭირდება. ეს არის აუტიზმის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი აფინანსებს. არის ადრეულის პროგრამა, სადაც ბავშვი თუ არის 3 წლიდან 7 წლამდე სტატუსიანი ან ადოსიანი. ამ შემთხვევაში შეუძლია დაფინანსდეს, მოვიდეს და სულელით უფასოდ გაიაროს. კი, ეს უკვე სხვა პროგრამა ადრეულის არის ადგილზე, სახლში და ბაღში. რაც შეეხება მხოლოდ არის ძალიან ბევრი შემთხვევა მარტო მეტყველების შემთხვევა. აი მარტო მეტყველების შემთხვევას არ აფინანსებს არაფერი. იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა არ სტატუსი, არ შეშმოპირია, არ აუტისტია, არაფერი არ არის, უბრალოდ მეტყველების დარღვევა აქვს. შესაბამისად არის თვით დაფინანსებით, არ ვიცი ხა რაღაცა შეიძლება ადგილობრივი მუნიციპალიტეტი რაღაცა ერთჯერადად რაღაც დაეხმაროს ეგეთი რაღაცა სოციალურად დაუცველია და ასე შემდეგ, მაგრამ მაგი ეგ აქვს თვითონ გასარკვევი მშობელს და არა იმას. ანუ მაგ შემთხვევაში თვითონ იხდის დაფას. ჩვენთან ერთი თერაპიის ფასი არის 25 ლარი. რა თქმა უნდა გათვალისწინებით არის ეს 25 ლარი ჩხატაურის მუნიციპალიტეტის. რაც შეეხება კონსულტაციას ფსიქოლოგთან, თუ არიციან რა აქვს ბავშვს და ანუ აინტერესებთ რომ როგორ შეიძლება მოიქცენ ან რაღაცა და ან კიდე სხვა კონსულტაციები, ჩვენთან ფასიანია, იყო უფასო, გავაკეთეთ უფასო იმისთვის რომ ხალხს დახმარებოდით, მაგრამ სამუდამოდ ვერ იქნებოდა ეს რა თქმა უნდა. 60 ლარი ჯდება კონსულტაცია ფსიქოლოგთან, ასევე კონსულტაცია თუ სჭირდებათ და არ უნდათ რომ პირდაპირ დაიწყონ მეტყველება, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ შეიძლება სახლის პირობებშიც რაღაცა შეიძლებადეს და არის ესეთი შემთხვევები. ეგ კონსულტაცია თუ სჭირდებათ მეტყველების თერაპევტთან, ძირითად მეტყველების თერაპევტთან მოდიან, რა თქმა უნდა, და ეგეც 60 ლარია მისი კონსულტაცია. დიდი მადლობა ქალბატონო სოფო, მოწოდებული ინფორმაციისთვის, ძალიან საინტერესო რესპონდენტი ხართ. და ბოლოსკენ რო წავიდეთ უკვე, რას ეტყვით ხალხს და საზოგადოებას? რატომ არის აუცილებელი რომ მიიღოს ესეთი ბავშვები ჩვეულებრივ და არა ისე როგორც სამწუხაროდ ხდება ხოლმე, რომ აი როგორი ცოდვა ან უისაწყალი ან რაღაცა ეგეთი კომენტარები არ ქონდეთ.
ალბათ თქვენი როგორც პირადი გამოცდილებიდან ძალიან მნიშვნელოვანი მე იქნება. როგორც მშობელი ისე ვილაპარაკებ ხა და არა როგორც რაღაცა სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი. მე მინდა რომ თქვა როგორც მშობელი, იმიტომ რომ ჩემთვისაც როგორც ყველასთვის სართულია, როცა იგებ რომ შენი შვილი რაღაცა პრობლემის წინაშე დგას, ნებისმიერი პრობლემა შეიძლება იყოს ეს, უკვე შფოთვა. ეს მოდის ეს შფოთვა, მე სტრესი, ან გადალახვა ამ ყველაფრის და ასე შემდეგ. მე ვიტყოდი ერთ რაღაცას, რომ პირველი რაც უნდა გაიგონ, ეს არის იმ რთულ გზას, რასაც გავდივართ. ზოგჯერ ხდება, რომ შინაგანად ვადანაშაულებთ ბავშვს. ეს ვადანაშაულებთ იმიტომ კი არა, რომ ცნობიერი ამას შვება, ეს ცნობიერი შვება ამას შიგნით გვიზის მიხდი, რომ მე ჩემი რთული გზას გავდივარ, იმიტომ რომ შენ ხარ ესე. არასდროს არავისი ბრალი არ არის ეს, არც ბავშვის, რა თქმა უნდა. და შესაბამისად არც მშობლის. ანუ ეს არის გზა, რომელიც უნდა გაიარო. შვიდად, კარგად, დაკვირვებით, ბრძოლით და ყველაფერი იმის გაკეთებით, რაც შეგიძლია შენი შვილისთვის, რაც შეგიძლია. და მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფრით მოდის განთავისუფლება შინაგანი და ხვდები, რომ მიღებული ყავს ისეთი, როგორიც არის. და ყველაფერი ხდება ნათელი მზე გამოდის შენ სამყაროში და შესაბამისად ტკბები იმ ყველაფრით, რაც გაქვს. იმ შვილით, რომელიც ყავს. ტკბობა მიდის მერე და უკვე კარგია. უკვე ყველაფერი ნათელი ხდება და მე ერთს კიდე დავამატებ, რომ ერთი რაღაცა ვისწავლე ამ ყველაფრიდან, რომ ყველა ადამიანი, ვინც კი მოდის ჩვენ ცხოვრებაში, არის ჩვენი მასწავლებელიო ესეთი. ეს არის ისეთი საიდუმლოა. ხო და ჩემი შვილი არის ყველაზე დიდი მასწავლებელი ჩემ ცხოვრებაში. ძალიან ბევრი რამე მასწავლა. თუ ესე შევხედავთ ამ ყველაფერს, ძალიან ბევრ რამეს ვისწავლით და ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვლება ჩვენში. მოგესალმებით თამუნა, დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში რომ მობრძანდით. გთხოვთ გვიანბოთ თავდაპირველად თქვენ შესახებ. მოგესალმებით, მივესალმები ჩვენს მსმენელსაც. მე ვარ თამარ მალაციძე, ფსიქოლოგი, ქცევის თერაპევტი, ქცევის კონსულტანტი. მეთამაშეში უკვე მუშაობ დაახლოებით 1 წელზე მეტია უკვე რაც გაიხსნა ეს ორგანიზაცია. როგორც ამ ორგანიზაციის ფსიქოლოგი ვარ და ხელმძღვანელი, ასევე ამ მეთამაშეს თანადამფუძნებელი გახლავართ. დიდი მადლობა. კარგად. სარეაბილიტაციო ცენტრში ფსიქოლოგის როლი ერთ-ერთი უნიშნელოვანესი როლია, რადგან ფსიქოლოგი მე თამარ მალაციძე პირველად მშობლებს ჩემთან ვიღებ კონსულტაციაზე, ვისმენ მათ საჭიროებებს, რა სჭირდებათ მათ შვილებს და შემდეგ კონკრეტულად სვავ იმ თერაპიებზე, რომლებიც უშუალოდ ბავშვისთვის არის იმ ეტაპისთვის საჭირო მისი განვითარებისთვის, იქნება ეს სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, კოგნიტური უნარების განვითარებაში თუ მაგალითად თვითმოვლის უნარების განვითარებაში. როგორია ფსიქოლოგის ყოველდღიური საქმიანობა ცენტრში? ანუ რას აკეთებთ ხოლმე დღის განმავლობაში? ჩემი ყოველდღიური საქმიანობა არის ის, რომ თითქმის ყოველდღიური შეხვედრები მაქვს მშობლებთან, როგორც მოგახსენეთ, ვისმენ მათ საჭიროებებს. შემდეგ თუ შეფასება არის საჭირო და შემთხვევაში არის საჭირო, ვაფასებ ბავშვს. ამის შემდეგ ვუწერ ინდივიდუალურ პროგრამას, რითი მეშვეობითაც უშუალოდ შემდეგ თერაპიებზე თერაპევტები ხელმძღვანელობენ და მაქვს კონკრეტული დღეები, როდესაც თერაპიებზე ვესწრები თერაპევტებს და
უშუალოდ ადგილზე ვუწევ სუპერვიზიას თუ როგორ უნდა იმუშაონ ბავშვთან, რა უნდა გააკეთონ და როგორ უნდა ხელმძღვანელონ უშუალოდ ჩემს მიერ დაწერილ პროგრამებით. ასევე არის ხოლმე მაგალითად ქცევის სირთულეები, აუტიზმის მქონე ბავშვთან არ აქვს არსებით მშობა ინტელექტუალური შეფერხების მქონე ბავშვს შეიძლება ქონდეს ქცევის დარღვევა და თქვათ როგორ უნდა იმუშაოს კონკრეტული ქცევაზე თერაპევტმა და ასე ვთქვათ მუდმივი კომუნიკაცია აქვს ფსიქოლოგს როგორც მშობლებთან, ბავშვებთან და მუდმივად თერაპევტებთან. ასე გვაქვს ხოლმე ყოველ კვირაში ერთხელ ვეძახით ჩვენ кейსის განხილვებს, სადაც ვიკრიბებით ყველა თერაპევტი და ვის რომელ ბავშვთან რა საჭიროებები გვაქვს, რა გვჭირდება, რაში გვჭირდება თქვათ დახმარება, რა ბარიერებს ვაწყდებით, ამას უშუალოდ გუნდურად განვიხილავთ და ვეძებთ გზებს თუ ესა და ის პრობლემა როგორ უნდა გადაუჭრათ ერთობლივად. მადლობა. ანუ რა პრობლემებით მოდიან ძირითადად მშობლები და აი რა სეტყვით დავუშვათ მშობლებს? ანუ რა შემთხვევაშია საყურადღებო ბავშვისთვის და რა შემთხვევაში უნდა მოვიყვანოთ აქ? ნახეთ როგორიც არის 2 წლიდან დაახლოებით მშობელმა უკვე შეიძლება რაღაცებს მიექციოს ყურადღება თუ რაღაცა ცოტა ოდნავ მაინც პროცენტულად ეჭვება რაღაცაში ხო თავის შვილის ანდა თუნდაც სტერეოტიპულ ქმედებებში ის რომ მაგალითად ვერ კონტაქტობს თავის თანატოლებთან მოტორული ანუ ნატიფი მოტორიკა მსხვილი მოტორიკა თუ ისე არ ვითარდება და ასაკის შესაბამისად სიტყვებს ვერ აბობს ასაკის შესაბამისად რაც ვთქვათ იმ ასაკში მოთხოვება ბავშვს აქ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან კარგი არის ადრეულ ასაკშივე მივაქციოთ ყურადღება და მივიყვანოთ სპეციალისტთან და არ უნდა დაველოდოთ მაგალითად დროს რომ რაღაცებს გამოასწორებს ბავშვი რაღაცას თავისით გააკეთებს ეს არის უბრალოდ დროის გადავადება დაგვიანება რაც შემდეგ ბავშვის განვითარებაზე ისახება ხოლმე ძალიან ცუდად. აი მაგალითად რო ავიღოთ ხო, ჯობია რომ სპეციალისტთან თუ მშობელს რაღაცა ეჭვი გაუჩნდა 2 წლის ასაკშივე მოიყვანოს და არ დაელოდოს არაფერს, იმიტომ რომ ჩვენთვისაც სპეციალისტებისთვის ცოტა რთულია, როდესაც დაგვიანებულ ასაკში მოყავთ ხოლმე ბავშვი, ეს შეიძლება იყოს 7 წლის ასაკში, 8 წლის, 9 წლის, სადაც შემდეგ რაღაცების აღმოფხვრა, რაღაცების ჩანაცვლება უკვე ცოტა ძალიან რთულია როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის და აგრეთვე სპეციალისტისთვისაც. ძირითადი პრობლემა მაინც ვფიქრობ იქედან მოდის, რომ მშობლებს უჭირთ პირველ რიგში ბავშვის პრობლემის მიღება. ძირითადად არის ის, რომ არ აღიარებით ჩემი პირადი სუბიექტური აზრით ღუპავენ ბავშვს და იღუპავენ თავიანთ მომავალსაც. ჯობია რომ თავის დროზე რაღაცები ვაღიაროთ, რაღაცები გავაანალიზოთ და არ დავდგეთ რაღაცა სავალალო მდგომარეობამდე და არ ჩავებღაუჭოთ მაგალითად იმებს, რომ მისმა მამამ, ამ ბებიამ, ბავშვის ან უშუალოდ დედამ ლაპარაკი დაიწყო გვიან 5 წლის, 4 წლის ასაკში, ანუ საუბრის დაწყებას გენეტიკასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს და როდესაც ახლა 4 და 5 წლის ბავშვი ვერ საუბრობს და მხოლოდ შემოიფარგლება ერთსიტყვიანი წინადადები და ლექსიკონის მარაგი არ აქვს იმხელა რამხელაც უნდა გქონდეს და ჟესტიკულაციას მიმართავს დახმარებით ეს უკვე არის პრობლემა და სადაც აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს. კი, აი მე ხშირად გამიგია, რომ ბავშვებისთვის ვთქვათ, რომ აი იმანაც გვიან დაიწყო ლაპარაკი და არა უშავს დაიწყებს და თავარია სიტყვებს ამბობს. ანუ სიტყვების თქმაც რო ჩამოყალიბდეთ, მოკლედ არ არის ის, რომ არა, ასაკობრივად აქვს თავისი, ესე რომ ვთქვათ, ნორმა, რომ ბავშვი მაგალითად 5 წლის ასაკში ერთ სიტყვენ წინადადებით არ უნდა ლაპარაკობდეს ის ჩვეულებრივ წინადადებას თან, ანუ უნდა აწყობდეს, გამართულად უნდა საუბრობდეს და უცხო პირისთვის, აი მე მშობელი ვარ და მის რასაც საუბრობს, მაგრამ თქვენ კი მშობელი ხართ და რასაც ბავშვი საუბრობს, კი იგებთ, მაგრამ უცხო ადამიანი, როდესაც ვერ იგებს, ეს უკვე პრობლემა არის.
და აგრეთვე კიდე პრობლემა არის ხომ ჩემი აზრია ისიც რომ დამახინჯებულად საუბარი როდესაც დამახინჯებულად საუბრობს საერთოდ არ მიმაჩნია რომ ეს არის სისაყვარლე და ანუ ამ სისაყვარლესაც თავისი დრო და თავისი ასაკი არ შეიძლება თქვა 3-4-5 წლის ბავშვი უკვე დამახინჯებულად და ყველა ასოს უკვე გამართულად უნდა საუბრობდეს და როდესაც ამახინჯებს ეს საერთოდ არ არის სისაყვარლე ეს უბრალოდ არის პრობლემა საერთოდ არ არის ეს სისაყვარლე და ქცევის არევაც ბავშვებისთვის ხო გამომდინარეობს აქედან ძირითადად ქცევის დარღვევას რასაც ვეძახით ხო საიდან მომდინარეობს იქიდან მომდინარეობს რომ ბავშვი როდესაც ვერ აგებინებს თუნდაც მშობელს თუნდაც ბაღის პედაგოგს ან სკოლის მასწავლებლებს ან თანატოლს აქედან მომდინარეობს უკვე მისი აგრესიაც ხო აგრესია რომელიც გადადის მერე სხვადასხვა გამოხატულ ქცევებში შეიძლება იყოს თქვა თვითდამაზიანებელი ქცევა, სხვისი დამაზიანებელი ქცევა, ძირს გაწოლები, რასაც ვეძახით ტანტრუმს. ხო, ეს ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ ბავშვი ვერ გვაგებინებს იმ კონკრეტულ მომენტში, რა სურს მას და ბავშვის ამ დონეზე გაღიზიანებას, ხო, მერე შემდეგ თქვა სკოლაში რომ მიდის, შეიძლება ამ ხრივ ბულინგის მსხვერპლი გახდეს იმით, რომ გაიაზრებს, რომ თავის თანატოლების საუბრობენ ჩვეულებრივად და გამოთქვავენ ნებისმიერ სიტყვას და აწყობენ წინადადებას, ამას შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ სკოლაში თქვა საგაკვეთილო პროცესს ჩამორჩეს და შეიძლება გაკვეთილი იცოდეს, მაგრამ უბრალოდ იმიტომ არ თქვას, რომ არ უნდა რომ დაცილის ობიექტი გახდეს სხვების მიერ. კარგით. რა მეთოდებს იყენებთ ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ თერაპიებში მუშაობთ ანუ როგორ ხდება? ჩვენ გვაქვს ორივე ჯგუფური თერაპიებიც გვაქვს და ინდივიდუალური თერაპიები გვაქვს. აქ გვაქვს ცენტრში უშუალოდ გვაქვს ქცევის თერაპია, აკადემიური თერაპია, მეტყველების თერაპია და ჯგუფური ფსიქოთერაპია. ჯგუფურ ფსიქოთერაპიას უშუალოდ მე ხელმძღვანელობ და ჯგუფურ თერაპიებს უშუალოდ მე ვატარებ. ყველა თერაპიას ყავს თავისი სუპერვიზორი, აკადემიურს ყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც ისე ხელმძღვანელობს, როგორც მაგალითად მე ხელმძღვანელობ, აგრეთვე მეტყველებასაც და ქცევის სუპერვიზორი გახლავთ მე. ცენტრს აქვს ამ ესე ვთქვათ სექტემბრიდან სიახლეები და დავამატეთ ფიზიკური თერაპია და ვერთვებით ჯანდაცვის პროგრამაში აბილიტაცია, რეაბილიტაციის კუთხით. ასევე გვექნება დავამაყობთ ამის გურიის ტერიტორიაზე, როგორც ვიცით, არსად არ არის სენსორული თერაპევტი, სენსორული სპეციალისტი გვეყავალება და ასევე გვექნება კვების თერაპია. აგრეთვე კვების თერაპიაც გურიაში, როგორც ვიცით, არ არის არსად და იქნება ჩოხატაურში. ეს ორი მე ვფიქრობ ძალიან დიდი სიახლეა გურიის მოსახლეობისთვის, არა მარტო ჩოხატაურის მოსახლეობისთვის. თან ძალიან სასიამოვნო სიახლე, იმიტომ რომ ჩოხატაურში არ იყო მსგავსი ტიპის პროგრამები და უწევდათ მშობლებს სხვა ქალაქებში წაყვანა ბავშვების. და გდიარ გეთანხმებით მაგაში და აგრეთვე დავამატებ რომ ყავს ადოსის სპეციალისტი რომელიც უშუალოდ აფასებს ბავშვს და დიაგნოზავს მაგალითად ბავშვი არის აუტისტური სპექტრის თუ არ არის აუტისტური სპექტრის ესეც ადგილზე ყავს და ჩვენმა ცენტრმა გაითვალისწინა ის ყველაფერი იმიტომ რომ ძალიან რთული არის მშობლისთვის მაგალითად ქუთაისში ან ბათუმში გადაადგილება შემდეგ ჩვენი ბავშვები იხლებიან და ისეთი რესურსულები აღარ არიან ადგილზე რომ მიდიან როგორც მაგალითად ხა ჩაისუბნიდან რო ჩამოვიდეს ჩვენთან ბავშვი ხო ძალიან დიდი მანძილია ქუთაისში ჩახვიდა შემდეგ იქრიკში იდგა დაელოდო და შეხვიდა სპეციალისტად როგორც ფინანსურად უფრო დიდი ფიზიკური რესურსიც და კი ორივე ძალიან დიდია მშობლისთვის აი ბოლოს რას ურჩევდით ოჯახებს რომლებსაც აუთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები ყავთ საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა ის, რომ როგორც თქვათ სპეციალისტი ვარ მე და ქცევის კუთხით, ხო, აგრეთვე მყავს შიშუმპირიც ძმა და ვიცი სახში რა შეიძლება იყოს და როგორ შეიძლება რაღაცები რო გააკეთო, იმიტომ რომ როდესაც რაღაცებს საკუთარ თავზე გამოცდი, უფრო ძალიან მარტივი არის, მაგალითად ჩემთვის იმ მშობლის მდგომარეობა გავიგო, რა მდგომარეობაშიც
ემოციის იმყოფება თუნდაც საზოგადოების მხრიდან, თუნდაც ოჯახის წევრების მხრიდან და თუნდაც როგორი ესე რომ ვთქვათ თვითგოება აქვთ ხოლმე თავიანთი თავის მიმართ დანაშაულის შეგრძნება, რომ აი რატომ მე რამე ხوار დავაშავე მე რამე ხوار დავაკელი ბავშვი. არა, რაც უფრო ჩვეულებრივად მოიქცევით სახში და მიიღებთ მის დიაგნოზს, ბევრად გაგიმარტივდებათ თქვენ შვილებთან თუ ახლობლებთან ურთიერთობა. მოიქეცით ისე როგორც ტიპურ განვითარების ბავშვს, მოსთხოვეთ ყველაფერი ისე როგორც თქვათ მოსთხოვდით ტიპური განვითარების ბავშვს, ან თქვათ როგორც შეიძლება მეორე ბავშვს თხოვდეთ ყველაფერს, ანალოგიურად გაკეთეთ, უბრალოდ ჩემი რჩევა იქნება კიდე, რომ აუცილებელი არის მოთმინება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის აქ მოთმინება, იმიტომ რომ თუ მოითმენთ, ასე ვთქვათ, მოიგებთ მაგ კუთხით, რომ აი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემ ძმას, რომელსაც გადაადგილება უჭირს და დახმარება სჭირდება და ასევე ინტელექტუალური შეფერხებაც აქვს, ერთ წელზე მეტ ხანს ვასწავლიდი საჭირო ოთახში თვითმოვლის უნარების გამომმუშავებას. ეს რაღაცა ერთი კუთხით რო შევხედოთ, თითქოს ძალიან მარტივი პროცედურა არის, ხო? თუნდაც ხელის დაბანა, მარტობანაობა, მარტოყვება, ამას ყველაფერს სჭირდება მოთმინება, შრომა და რაც მთავარია ბავშვის გამხნევება და გვერდში დგომა და ეს რომ მოდი ახლა მე ერთ კვირაში თუნდაც საჭირო ოთახის უნარს გამომუშავებ, ან თუნდაც ჰიგიენას ვასწავლი ჩაცმას გახდას, ეს ყველაფერი ესე მარტივად არ არის და მხოლოდ თერაპევტზე დაყრდნობილი არ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ თერაპია არის დაახლოებით 1 საათიანი, ხო? 1 საათის შემდეგ 23 საათი შენთან არის შვილი და ძალისხმევა არ უნდა დაიშურო იმ მხრივ და მხოლოდ თერაპევტზე არ უნდა გადააბრალო ის, რომ აი თერაპევტმა ვერ ასწავლა რაღაცები. თერაპევტები, რა თქმა უნდა, ჩვენ თერაპევტები მაქსიმუმს დებთ თითოეულ ბავშვში, მაგრამ ამ ყველაფრის სწავლება სახში თუ არ გაგრძელდა, არაფერი არ გამოდის და კიდე ერთი ჩემი თხოვნა იქნება ის, რომ სახში, ასე რომ ვთქვათ, ბავშვებს სული არ უნდა მოხადოთ სწავლასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩავთვალოთ, რომ თერაპიებზე სიარული ეს არის იგივე, რომ ჩვენ სამსახურში დავდივართ, იგივე შრომას დებს ბავშვი, ცოტა ძალიან რთულია ბავშვისთვის წავიდეს ბაღში, შემდეგ თერაპევტზე წავიდეს და მე მოვიდეს სახში და მშობელმა ისევ ამეცადინოს. ცოტა ხანი უნდა დავანებოთ ბავშვებს თავის სწავლის მხრივ, დავასვენოთ და ძირითადად ჩემი რჩევა იქნება მეცადინეობას დავანებოთ სახში თავი და ეს იყოს მეცადინეობა თამაშის კუთხით, იმიტომ რომ ინტერნეტში შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე მოვიძიოთ, როგორ შეიძლება თამაშთან ერთად უამრავი რაღაცა ვასწავლოთ ბავშვს. აი ძალიან დისკსაც გადის, რა თქმა უნდა, როგორც ექიმები, ასევე მშობლები, ოჯახის წევრები და აი ამ დროს საზოგადოების დამოკიდებულებას ვფიქრობ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოება მე ვთვლი, რომ ხა ჩემი ძმა არის 22 წლის და აი რომ გადავხედოთ, ხო, 22 წლის წინ საერთოდ არ იყო ცნობიერება შშმ პირის მიმართ და იყო ოჯახებიდან სახში დამალვები არ გამოყავდათ, საზოგადოებაში იყო, თქვათ, ღვთის გაშვერვები, რომ აი რაღაცა ის საცოდავი მზერით რო გიყურებენ და რაღაცები, ეს ყველაფერი ჩემი ძმასთან ერთად გამოვლილი მაქვს, ის კი არა არ გამოვიწყდება არასდროს. ჩემი ძმა იყო 5 წლის, ეკლესიიდან გამოდიოდით და მოხუცი ქალბატონი მობრძანდა, რომელმაც მითხრა, რომ საერთოდ რატო გავაჩინე ჩემი შვილი ეგონა, ანუ იმდენად არ ქონდა საზოგადოებას მიმღებლობა, რომ ერჩივნა, რომ რაღაცა ოჯახში ჩაგეკეტა, რაღაცა არ გამოგეყვანა და ეს დამალულები ყოფილიყვნენ, ხო და ეხლა რომ შევხედოთ, ხო, აი სკოლებს, ბაღებს, საზოგადოებას
თვითცნობიერება უფრო ამაღლებული არის ამ კუთხით. ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ოჯახები უკვე აღარ მალავენ და ჩვეულებრივად გადაადგილდებიან, სადაც უნდა იქ დაყავთ შვილები. რაც უფრო მეტად თქვენ შვილებს ჩართავთ საზოგადოებაში, მით უფრო საზოგადოებისთვის იქნებიან ეს ბავშვები მიღებული წევრები და ის შემოპირი ბავშვიც უფრო სრულყოფილად იგრძნობს საზოგადოების წინაშე თავს, ვიდრე ის, რომ სკოლაში არ ატარო, ბაღში არ ატარო. საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ აიყვანო, რაღაცა ღონისძიებებზე არ წაიყვანო, იმიტომ რომ იმ ბავშვს შეიძლება იმ დროს ქცევა ჰქონდეს, იმ დროს შეიძლება რაღაცა გააფუჭოს. სხვანაირად ხო, თუ არ გამოვიყვანეთ გარეთ, თუ ყველა ღონისძიებაზე არ ვატარეთ, ეს იქნება ზეიმები, კონცერტები თუ რაღაც, ანუ ბავშვი ვერაზროს ვერ ისწავლის იმ ადგილას, როგორ უნდა მოიქცეს და რა უნდა გაგრძოს. აგრეთვე პარკებში და სკოლებში ხო აი რატო არ უნდა წავიყვანო, იმიტომ რომ ვიღაცა შეიძლება საქანელიდან ააყენოს, ხო მშობელი ირისთვის არის, რომ მივიდეს და იქვე ადგილზე უფრო ჯობია, რომ ბავშვს დაანახო, რომელი ქცევა არის საზოგადოებისთვის მისაღებ და რომელი ქცევა არ არის საზოგადოებისთვის მისაღებ, ხო? სახში გამოკეტილმა ბავშვმა სულ არ იცის, როგორ უნდა დადგეს რიგში, როგორ უნდა მოითხოვოს, აფთიაქში, თქვათ, რა იყიდება მაღაზიაში კონკრეტულად რა უნდა იყიდოს, ხო? ეს ყველაფერი უშუალოდ მშობელმა თუ არ ასწავლა, ხო? სხვანაირად ვერასოდეს ვერ გახდება საზოგადოებისთვის სრულყოფილი წევრი. ხოლო თერაპიებზე სკოლაში და ბაღში სიარული არ ხდის ჩემი აზრით ბავშვს საზოგადოების სრულყოფილ წევრად თავს ნამდვილად ვერ აგრძნობინებს. კი, მოდეში გეთახმებით, ოჯახის და საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი ჩართულობა, რა თქმა უნდა, მანდაც ეგეც დასაგებია. იმიტომ რომ ანუ მესმის ძალიან რთული ასატანი არის მშობლისთვის მზერა, თითის გამოშერვა, ანუ შენი ბავშვი გააჩერე რატო ხმაურობს, ანუ მშობლები იმისთვის ვართ, რომ ჩვენი ბავშვების მაგივრად გავცეთ პასუხი და აქ სამარცხვინო და დასამალი, ხო? ნამდვილად არაფერი არ არის და არც ბოდიშის მოსახდელი არავისთან არაფერი არ გვაქვს, იმიტომ რომ ესმოდეს, მე მაქვს ხოლმე პასუხი, რომ ესმოდეს, ამას არ გააკეთებდა და ეხლა რა თქმა უნდა, ჩემს მიმართ, როდესაც თბილისში მუშაობდი, ყოფილა ეს თვითდამაძიანებელი ქცევები, ბავშვებს ყავარ ნაცევი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცა მშობელს უნდა მოუთხოვოთ ამაზე პასუხი. ჩვენ სპეციალისტებმა ზუსტად ვიცით, რომ როდესაც ამ სფეროში მოვდივართ, წინ რა შეიძლება გველოდებოდეს, ხო? როდესაც და სულ მაქვს ხოლმე ჩემს თერაპევტებთანაც საუბარი, რომ როდესაც გაიაზრებ იმას, რომ თუ ბავშვმა შემოგარტყა ან რამე გესროლა, ან რამე დაგიზიანა, ან რაიმე ნივთი გაგიკეხა, ხო? იმ წამს გაიფიქრე, რომ ესმოდეს, ამას არ გააკეთებდა და ესე უფრო დიდ შედეგებზე გავალთ ყოველთვის, ვიდრე ის, რომ რაღაცა მშობელს მოთხოვოთ ამაზე პასუხები. წარმატებებს გისურვებთ. მადლობათ თქვენს. ეს იყო ჩვენი საუბარი ფსიქოსარეაბილიტაციო ცენტრის მეთამაშეს გუნდის წარმომადგენლებთან. როგორც დავრწმუნდით, აქ მხოლოდ სარეაბილიტაციო პროცესი არ ხდება, აქ იბადება ურთიერთგაგება, ნდობა და ახალი შესაძლებლობები ადამიანებისათვის. იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც ძალიან სჭირდებათ საზოგადოების გვერდზე დგომა და დახმარება. მენეჯერისა და ფსიქოლოგის პასუხებიდან ნათლად ჩანს, რომ მეთამაში არის სივრცე, სადაც პროფესიონალიზმი და სითბო ერთმანეთს ერწყმის. გისურვებთ, რომ თითოეულ თქვენგანს გქონოდეთ მეტი თანადგომა, მხარდაჭერა და ყურადღება ერთმანეთის მიმართ. თქვენ უსმენთ ჩოხატაურის სათემო რადიოს. მადლობა, რომ ჩვენთან იყავით. მომავალში საინტერესო გადაცემებს შემოგთავაზებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.